მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. თბილისში ერთობის მარში გაიმართა. მადლობა მეგობარს, ასე ერქვა მსვლელობას, რომელმაც სტარტი ახმეტელის მეტროდან აიღო და ამერიკის საელჩოსთან დასრულდა. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ამ ფორმით ამერიკის კონგრესში მეგობარი აქტის მიღებისთვის მადლიერებას გამოხატავენ. მსვლელობის მიმდინარეობისას მონაწილეები გლდანის გამგეობასთან შეჯერდნენ, სადაც რამდენიმე პირი სიტყვით გამოვიდა. დღევანდელი მიზანი არის მადლობა გადაუხადოთ ამერიკის საელჩოს. ჩვენ ამერიკის იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა რუსეთს არ დაუთმოს და ვთხოვოთ უნდა რომ ამერიკამ ხელი არ გაგვიშვას და რუსეთისგან გადაგვარჩინოს. ჩვენი მოთხოვნა არის გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, რომელსაც ამდენხნიანი თავისი ხალხის ხმა და პროტესტი არ ესმის, ის აუცილებლად უნდა წავიდეს და მეგობარი აქტი წამოკვეწია გზაში, ჩვენი მეგობარი ამერიკის მხარდაჭერა აქ ჩვენ ხალხს და სანქციები ჩვენს მთავრობას, რომელიც წამოკვეწია და მადლობა ამ მეგობარი აქტისთვის. ბრძოლა წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე და რა არის შედეგი? ქვეყანაში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. აი ეს არის მოთხოვნა საზოგადოების. ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია მიმდინარეობდა. სამიტში კანდიდატი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების სპიკერებიც მონაწილეობენ. მათ შორის არის ქართული დელეგაცია. წლევანდელი წლის თემაა ევროკავშირის მომავალი. კონფერენციაზე სიტყვით უკვე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები. გამოსვლა ჰქონდა შალვა პაპუაშვილსაც. საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. ამავდროულად პარლამენტის გადმოსახედიდან ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას. ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ელაპარაკოს დირექტივებით. დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირში იმ ინსტიტუტში, სადაც საქართველოს ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი. არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი. ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა საქართველოსადმი მოთხოვნა შეექმნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, რომელიც ვეტინგის სახელითაა ცნობილი და უცხოელი აქტორების მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ეს სისტემა დანგრევის შემთხვევაში შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგებოდა. მე ეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა. დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას და არა იძულებით თავს მოხვევას. კონსენსუსი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებას. ყველა წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორის ინტერესებისა და გამოწვევების პატივისცემის საფუძველზე. ეს ასევე ნიშნავს ევროპას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ცენტრალიზებულ ორგანოებში, რომლებიც პირდაპირ წესით არიან არჩეულნი, არამედ უფრო და უფრო ახლოს ხალხთან. ამ მხრივ კარგი იქნებოდა უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის შეცვლას, უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით. ერის სახელმწიფოების საზოგადოებაში. პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი პროექტი არ არის იდეალური. ბოლო-ბოლო ეს არის მუდმივი მიმდინარე სამუშაო, თუმცა ეს უნდა იყოს ერთად მუშაობის სტიმული და როგორც დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტის წარმომადგენლებზე, ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო კონტინენტის დღის წესრიგის შექმნა და ამბიციური მიზნების დასახვა, როგორც ჩვენი ეროვნული კანონმდებლობებისთვის, ისე ევროპისთვის. სწორედ ამ მიზნით ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. სწორედ ამიტომ ჩვენ პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით და სწორედ ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ევროპული მხარდაჭერისგან მოწოდებებს თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში.
ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ისევ გაურკვეველია. მოსაზრებები გაყოფილია. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ ამ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი პირობებით ჩატარდება და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები გათავისუფლდებიან. პარტია გირჩში არჩევნებისთვის მზადებას ადასტურებენ. გახარია საქართველოსთვის პარტიაში კი აცხადებენ, რომ ისინი ყველა არჩევნებისთვის ემზადებიან, თუმცა კოორდინაცია აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ნაწილი სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ისევ გარე ძალების გადაწყვეტილებას ელოდება. თუ კი გახარიას პარტია აპირებს მორიგ ჯერზე, როგორც გავრილოვის ღამის შემოქმედები, ისევ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, კი ბატონო მიიღონ მონაწილეობა, არავინ არ უშლის ხელს, მაგრამ ეს წინასწარ განცხადებების გაკეთება, რომ ჩვენ არ უცხადეთ ბოიკოტს და ბრძოლა ეხლაც მიმდინარეობს, თუ კი ყველაფერი შეიცვლება, არც ერთი პარტია არ უცხადებს ბოიკოტს. პოლიტპატიმრები თუ ციხეში სხედან, ისინი აპირებენ თბილისის შემოვლით რკინიგზაზე კამპანიის ჩატარებას? თუ ბასლაინებზე აპირებენ საუბარს, როდესაც ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი გვეყოლება. ანუ ეს არის უაზრობა, მარაზმი. სხვა პარტიებისგან განსხვავებით არ გამოსულ ვარ და არ გვითხოვს, რომ რაიმეს ბოიკოტს უცხადოთ. ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი არჩევნებისთვის ვემზადებით. ეს ჩვენი რა ვიცი, ჩვენი არსობრივად განსაზღვრული ფუნქცია და მოვალეობაა. გააზრებული გვაქვს, რომ ორი მძიმე გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთი იქნება ასარჩევი და როდესაც ამას გადავწყვეტ შევიდეთ ბოიკოტში, არ შევიდეთ ბოიკოტში, დაუშვით არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ამას გვექნება კომუნიკაცია თავისი არგუმენტებით, თავისი ახსნებით, რომელი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი პატრონი ყავთ უცხოეთში, მაინც ყველას თავისი განზრახვები აქვს. ღიად ვერ საუბრობენ, იმიტომ რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. და მეორე ის, რომ მათი პატრონი, რასაც ეტყვით არჩევნების წინ, იმას გააკეთებენ. მაგრამ არის მესამე ვარიანტიც, როდესაც რეგიონებში სიარული უნდათ, იმიტომ რომ ემანდ უცბად რომ უთხრა, რომ მიიღონ მონაწილეობა, მერე რაღაცა ოფისები მაინც ქონდათ გახსნილი წინასაარჩევნოდ. აი ეს არის მათი რეალური სურათი, თორე დღეს თუ მყარად გაქვს გადაწყვეტილი, რომ თქვათ არ იღებ მონაწილეობას, იტყვი რომ არ იღებ მონაწილეობას. რთულ მდგომარეობაში არიან დღეს ოპოზიციის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მთელი ამ თვეების განმავლობაში ისინი დაბეჯითებით აცხადებდნენ სრულიად საპირისპიროს და ახლა მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და განან რთული არჩევანის წინაშე საკუთარი ამდენი ხნის ტყუილები გამოიტანონ საჯაროდ და განაცხადონ, რომ ნამდვილად მოსახლეობას ატყუებდნენ და რეალურად არაფერი არ ყოფილა, თუ მაინც შევიდნენ ამ საარჩევნო დაპირისპირებაში, მაგრამ ნუ ნახოთ, ალბათ საბოლოო ჯამში მაინც შემოვლენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვების წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება. პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს. აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის კორპროდუქციის ოღმერთოს პრემიერა შედგა. სპექტაკლი ებრაელი დრამატურგის ანად გოვის პიესის მიხედვით რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა დადგა, რომელიც მსახიობ ზურა ბერიკაშვილის ხსოვნას ეძღვნება. სპექტაკლის მთავარი თემა ადამიანების შინაგანი რწმენა, შიშები და სინდისია, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა მომენტში განსაზღვრავს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. არ ვიცი, სხვა ჩვეულებრივი ბავშვი ამას მომცემდა თუ არა. და როდესაც ის მეხუტება და ჩემთვის უკრავს, მეტია ვიდრე სხვა ნებისმიერი სიტყვა. და თქვენ რომ არა, მე ამას ვერ შევძლებ. ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ. არაჩვეულებრივი შესრულება იყო თაკო ჩარნუყვაძეს. აი, ვერ გამოვდივარ ჯერ კიდევ ემოციებისაგან.
თვალხილულად, ასე ნათლად, ასეთი არაჩვეულებრივი შესრულებით ვიხილე ღმერთის და ადამიანის პაექრობა ერთმანეთში, როგორ ამარცხებს ღმერთი სატანას, ასე შევხედე მე ყოველ შემთხვევისთვის და როგორ იმარჯვებს ადამიანში ღმერთი თვითონ, როგორ იმარჯვებს მომავლის რწმენა და მომავლის იმედი. და ჩვენც მეც რა თქმა უნდა, როგორც ყველა აქ დამსწრე, აი იმედით ვცხოვრობ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, იმიტომ რომ მოდიოდა ის ემოცია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და ველოდებოდით ჩვენი სარეპეტიციო პროცესის დროს, მუდმივად ველოდებოდით თუ როგორი იქნებოდა მაყურებელთან ჩვენი შეხვედრა. არ შემიძლია ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო ნიკუშა ფაიქრიძეს, არაჩვეულებრივ პარტნიორს, ჩემს უნიჭიერეს, უმაგრეს მეგობარს, ასევე უღრმესი მადლობა ვასო ჩიგოგიძეს და დიმიტრი ღვთისიაშვილს იმისათვის, რომ მოგცა საშუალება აი ასეთი არაჩვეულებრივი სპექტაკლით წარსდგეთ როგორც ოზურგეთის თეატრის სცენაზე, ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე და ძალიან დიდი მადლობა ყველას. ვარ ძალიან აღელვებული, იმიტომ რომ ზუსტად ის ემოცია მოვიდა, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. გვაძლევს იმ მუხტს, რომ ისე წარსდგეთ მაყურებლის წინაშე, როგორც საჭიროა და მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე ვარ უზომოდ შეყვარებული თქვენს თეატრზე. აი ამ ჯადოსნურ მხარეზე. არ შემიძლია ორი ადამიანის ძალიან დიდი სამადლობელი სიტყვა არ ვთქვა. ეს არის ბატონი, რა თქმა უნდა, ვასიკო და ზაზა. აი შემდეგ მე მინდა აი ამ თეატრში ყველას, ვინც გამარჯობა მითხრა, უთხრა ცამდე დიდი მადლობა. ვინც აი ამ 5 დღის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყო, ერთად გავანათეთ მუსიკა, ერთად შევიყვანეთ პროექციაზე, ერთად ვიმუშავეთ. უღრმესი მადლობა ხალხო, თქვენი იუმორით, თქვენი კეთილგანწყობით, თქვენი ადამიანობით ვიყავით ბედნიერები, აბსოლუტური განცდა გქონდა, რომ სახლში ვმუშაობდით, სახლში ვაკეთებდით იმ საქმეს, რაც გვიყვარს, რასაც ვემსახურებით. მადლობა თქვენს არაჩვეულებრივ მაყურებელს, რომელმაც დაგვიფასა ეს ნაშრომი და ვარ ემოციებით სავსე. ჩემთვის ემოციურად ძალიან რთული ამ პიესაზე მუშაობა. მე სპექტაკლის დასაწყისში ვთქვი, რომ სპექტაკლს უძღვნიდი ჩემს უახლოეს მეგობარს, არაჩვეულებრივ არტისტ ზურაბ ერიკაშვილს, რომლისთვისაც ბოლო როლი აღმოჩნდა ეს პიესა და აი ეს ერთგვარი სევდა დაკრავდა მთელ სპექტაკლს. დიდი მადლობა ოზურგეთელ მაყურებელს პირველ რიგში, იმიტომ რომ დღეს იყო ისეთი გასუსული დარბაზი, თან გრძნობიარე დარბაზი, რომელსაც არ გამორჩა არც ერთი პატარა დეტალიც კი, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო. და დიდი მადლობა რასაგურელია ბატონ ვასოს, ბატონ ზაზას და ყველა იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც დაიბადა ეს წარმოდგენა, იმიტომ რომ მათ გარეშე ჩვენ აქ გავანათეთ სპექტაკლი, აქ მოვერგეთ სცენას, ყველაფერი მოხდა აქ და ამ ხრივ ოზურგეთის თეატრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ უმოკლეს დღეებში და დროში შევძელით საკმაოდ რთული ტექნიკურად წარმოდგენის გამართვა. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.